სიტყვა თქმული მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა სახარებისეული მცნებებისა და მომავალი სიკეთეებით კბობის შესახებ. ღმერთმა იმგვარად მოაწყო, რომ ამსოფლიური სიკეთეები მისი მფლობელის გარდაცვალებამდე განქარდეს. ეს იმისთვის ხდება, რომ ჩვენში სიყვარული მომავალ სიკეთეთა მიმართ განძლიერდეს. აწყო უგულებელყოფთ, მომავალს მივეკროთ და მის ტკბობას ვეძიებდეთ. მიწაზე მოარუნი გულით ზეცაში მკვიდრობდეთ. ღმერთმა ორი საუკუნე შექმნა. ერთი ამჟამინდელი და მეორე მომავალი. ერთი ხილული, მეორე სულიერი. ერთი სხეულებრივი ნუგეშის მოტანია, მეორე არასხეულებრივის. ერთს გამოცდილებით შევიგრძნობთ, მეორეს რწმენით. ერთი ხელთ გვაქვს, მეორეს ვსასოებთ. ერთს ებრძანა ასპარეზი იყოს, მეორე დაჯილდოების ადგილი. ამას ბრძოლა, შრომა და ღვაწლი განუკუთვნა, იმას გვირგვინები, ჯილდოები და მისაგებელი. ერთი ზღვად შექმნა, მეორე ნავსაყუდელად. ერთი ხანმოკლეა, მეორე უცვალებელი და მარადიული. რადგან მრავალი ადამიანი სულიერ სიკეთეებს ხილულს არჩევდა, ამიტომ ამ სიკეთეებს სწრაფ წარმავლობა და ხანმოკლეობა ხვდა. რათა ადამიანები აწყოსგან განეშორებინა და მტკიცე სიყვარულით მომავალ სიკეთეებთან შემშვალუნი ყოფილიყვნენ. რადგან მომავალი სიკეთეები უხილავი და სულიერია და რწმენაში და სასოებაში არსებობენ, აირა მოიმოქმედა მან. ამ ქვეყნად მოვიდა, ჩვენი სხეული შეიმოსა და საკვირველი გამოხსნა აღასრულა. ამით მომავალი სიკეთეები თვალწინ წარმოგვიდგინა და ჩვენ ტლანქ გონებას ამგვარად არწმუნა. ის სწორედ იმისთვის მოვიდა, რომ ანგელოზური სიცოცხლე მოეტანა, მიწა ზეცად გადაექცია და იმგვარი მცნებები მოეცა, რომელთა აღმასრულებენიც უხორცო ძალებს მიემსგავსებოდნენ. ადამიანები ანგელოზებად გადაექცია, მათ უმაღლესი სასოებისაკენ მოუწოდა. ბრძოლის ვიწრო ასპარეზი განავრცო, უმაღლესისაკენ სწრაფვა გვიბრძანა, რომ ცათა უმაღლეს ცამდე აუმაღლებულიყავით. დემონთა და მისი მხედრობის წინააღმდეგ გვებრძოლა. სხეულის მქონეთ და ხორცის საკვირველი ჩეკრულთ, სხეული მოგვეკვდინა, ვნებათა ღელვა დაგვეცხრო. ხორცში მყოფთ ამავე დროს სულიერი ძალისხმევით გვეცა და უხორცო ძალებს მივსგავსებოდით. რადგან ეს მან გვამცნო, დააკვირდი რა მოიმოქმედა. ღვაწს როგორ გვიადვილებს, თუმცა თუ გნებავთ უწინარეს მცნებათა მნიშვნელობის შესახებ გეტყვით, როგორი დიდი სიმაღლე გვიჩვენა. ადამიანური ბუნების ფარგლებიდან თითქმის გაგვიყვანა, ყველას გვიბრძანა ზეცად გადავსახლებულიყავით. შული ბრძანებს, თვალი ნაცვლად თვალისა. ის კი ამბობს, რომელმაც შენ გცეს შენ ყვირმლისა შენსა მარჯვენესა, მიუყარ მას ერთკერძოიცა. მას წყენის სუგძელა და მშვიდად დათმენა არ უბრძანებია, არამედ კიდევ უფრო მეტი სიბრძნე გამოიჩინე. იმაზე მეტის დასათმენად მზად იყავი, ვიდრე შეურაცხყოფელ სულს მოგაყენოს. მისი ურცხვი კადნიერება უდიდესი მოთმინებით დაამარცხე. ის კი ჩენი უჩვეულო თავდაბლობით განკურვებული გაგეცლება. შემდეგ ბრძანებს, ულოცევდით მათ, რომელი გძლავრობენ თქვენ. დალოცე თქვენი მტერნი და აკურთხევდით მაწყევართა თქვეთა.
ქალწულების დასაცავად რჩევას გვაძლევს და ამბობს, რომელი შემძლებელ არს დატევნად დაიტინენ. რადგანაც ურჩების გამოჩენის შემდეგ ქალწულება სამოთხიდან განვარდა როგორც ტოლვილი, ხოლო უფალი ზეციდან გარდა მოხდა და განდევნილი ქალწულება დაგვიბრუნა. ქვეყნად მოსული ის თავად ქალწულისაგან იშვა და ბუნებითი კანონები შეცვალა. ამგვარად ქალწულებას დასაბავიდანვე ღირსეული პატივი მიაგო. დედა იმისი მარად ქალწულად ჰგიეს. ამგვარად გარდა მოხდა რა? ასეთი კანონები განგვიწესა და ამაღლებული სულიერი ცხოვრება მოგთხოვა. 8 წლის შესაბამისი და უფრო აღმატებული ჯილდოც აღვითქვა. მაგრამ ეს ჯილდოებიც უხილავი იყო. ხოლო სასოებით რწმენითა და მომავლის მოლოდინში არსებობს. რადგან ცნებები რთულია და ამაღლებული, ხოლო მისაგებელი და ჯილდოები რწმენაშია, დააკვირდი რა მოიმოქმედა. ღვაწ როგორ გვიადვილებს, როგორ შეგვეწია ბრძოლაში, როგორ და რა გზით. შემდეგი ორი გზით. უპირველეს ყოვლისა ცნებები თვითონ აღასრულა. მეორე ჯილდოები გვიჩვენა და თვალნათლივ წარმოგვიდგინა. რამე თუ მისი სწავლებიდან ერთ ნაწილს ცნებები შეადგენს, ხოლო მეორეს ჯილდოები. ცნება ულოცევდით მათ, რომლებიც გძლავრობენ თქვენ და გდევნიდგენ თქვენ, ხოლო რაითა იყვნენ თქვენ შვილ მამისა თქვენისა ზეცათასა ჯილდოა. ხედავ, ერთი მცნებაა, ხოლო მეორე ჯილდო. კიდევ, უკეთ უგნებავს, რათა სრულიყო, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქვნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედა შემომიდე მე. ხედავ სხვა მცნებას და სხვაგვარ მისაგებელს, ერთის აღსრულება გვიბრძანა, ხოლო მეორე თავად განმზადა და ეს იყო ჯილდო და საზღაური. და კვალად, ყოველმან რომელმან დაუტევა სახლი, გინა, ძმანი ანუ დანი, ეს მცნება ასწილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაემკვიდროს, ეს ჯილდო და გვირგვინია. ამგვარად რადგან ცნებები საჩინოა, ხოლო ჯილდოები უხილავი, აი რას იქმს ის. მან საქმი თავად აღასრულებს და გვირგვინებსაც ცხადად წარმოგვიდგენს. ვისაც უვალი გზით სიარულს უბრძანებენ, ის ამ გზით ხალისით და სწრაფად წავა, თუ კი ვინმე წინ გაუძღვება. ასევეა მცნებებთან მიმართებაშიც. მას ადვილად მიმყოვებიან ისინი, ვინც თავის წილ მიმავალს ხედავს. ამგვარად ჩვენ, რომ გაყოლა გაგვადვილებოდა, ჩვენი ხორცი და ბუნება შეიმოსა. წინ გაგვიძღვა და მცნებები საქმით აღასრულა. რამე თუ მცნება, რომელმან გცე შენ ყვირმისა, შენსა მარჯვენესა მიუყარ მას ერთ კერძოიცა, მან თვითონ აღასრულა. როდესაც მღვდელთაურის მონამ სახეში სა, მისთვის სამაგიერო არ მიუზღავს, არამედ იმგვარი სიმდაბლი დაითმინა, რომ წარმოთქვა. უკვე თუ ბოროტსა ვიტყოდე წამე ბოროტისათვის, უკეთ უკეთილსა რაისათვის მცემ. ხედავ ზრწოლის მომგრგელ სიმდაბლეს, ხედავ განმაცვიფრებელ მორჩილებას, მას არა თავისუფალმა ადამიანმა, არამედ მსახურმა დაარტყა, რომელიც მონობაში იშვა და შოლტის სემით გაიზარდა. ის კი ესეოდენი სიმდაბლით პასუხობს. მამა ღმერთიც ასევე ეუბნებოდა იუდეველებს. ერო ჩემო, რაი გიყავ შენ, ანუ რაი შეგაწუხე შენ, ანუ რაითა აღბაშფოთე შენ, მომიგე მე. როგორც ის ამბობდა წამე ბოროტისათვის, ასევე მამა ღმერთიც ამბობს მომაგე მე. როგორც ის ამბობს რაისათვის მძემ, ასევე მამა ღმერთით ამბობს რაითა შეგაწუხე შენ, ანუ რაითა აღბაშფოთე შენ. ასევე როდესაც
უპოვარებას გვასწავლის, მიხედე ამას საქმით როგორ გვიჩვენებს. როდესაც ამბობს, მელთა მხრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისას არ აქვს სადა თავი მიიდრიკოს. ხედა უკიდურეს უპოვარებას, მას არც მაგიდა ჰქონდა, არც ლამპარი, არც სახლი, არც კამი, არც სხვა რაიმე. გასწავლიდა გინება სულძელად დავითმინო და ეს საქმითაც გვიჩვენა. როდესაც მას ეშმაკეულსა და სამარიტელს უწოდებდნენ, თუმცა მათი მოსწრვა და შეურაცხყოფისათვის სამაგიეროს მიგება შეეძლო, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. პირიქით მათ მიმართ სახიერება გამოავლინა და მათგან დემონები განდევნა. მან თქვა, ულოცევდით მათ, რომელიც ძლავრობენ თქვენ და თვითონვე აღასრულა. როდესაც ჯვარზე ავიდა, რამე თუ როდესაც ჯვარს მიამშვალეს, ჯვარცმული ამბობდა, მიუტევე ამათ, რამე თუ არა იციან, რასა იქმან. ამას იმიტომ კი არ ამბობდა, რომ იტოვება თავად არ შეეძლო. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მტრებისათვის ლოცვა ვისწავლოთ. ის არა მარტო სიტყვით გვასწავლიდა, არამედ თავის სწავლებას საქმით აღასრულებდა. ლოცვასაც ამგვეტომ მიმართა მისი კაცთმოყვარების ხილვისას ნურავინ ერეტიკოსი ნუიფიქრებს, რომ ეს სიტყვები მისი უძლურების გამომხატველი იყოს. თვითონ მან თქვა, უწყოდეთ რამე თუ ხელმწიფება აქვს ზესა კაცისასა, ქვეყანასა ზედა მიტევება ცოდვათა. მას ჩვენი განსწავლა სურდა, ხოლო როდესაც მოძღვარი თავის მოძღვრებას არა მარტო სიტყვით ამკვიდრებს, არამედ საქმითაც, ამიტომ მიმართა მან ლოცვას. ამიტომ დაბანა მოწაფეებს ფეხები, არა იმიტომ, რომ მათ შორის უმცირესი იყო, არა, ის ღმერთი და უფალი იყო, მაგრამ თავი უკიდურესად დაიმდაბლა. ამიტომ ამბობდა კიდეც, ისავე ჩემგან რამე თუ მშვიდვარ და მდაბალ გულითა. მან ჯილდოები და მისაგებელი სხვაგვარადაც გვიჩვენა და წარმოგვიდგინა. ისმინე როგორ, მან სხეულის აღდგომა, უხსნელება, ჰაერში მიგებება, ღრუბელებზე აღტაცება აღვითქვა. ეს საქმითაც დაამოწმა. როგორ? იმით, რომ მკვდრეთით აღდგა. მოწაფეებთან 40 დღის განმავლობაში სწორედ იმიტომ იყო, რომ დაერწმუნებინა და გულისხმისყოფაში მოეყვანა, როგორ იქნება ჩვენი სხეული აღდგომის შემდეგ. მოციქული პავლე სპირიტის ამბობს, აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხვევად უფლისა ჰაერთა ზედა. მან ესეც საქმი დაადასტურა. როდესაც აღდგომის შემდეგ ზეცად ამაღლება ინება, მოწაფეთა თანდასწრებით, ამაღლდა რა ღრუბელმან, შეიწყნა რა იგი და თვალთაგან მათა და ხედვიდეს იგინი ზეცად ამაღლებასა მისა. ესე იგი ჩვენი სხეული მისი სხეულის მსგავსი იქნება, იმიტომ რომ ორივე ერთი მასალისაგან არის შექმნილი. რაც თავს დაემართება, იგივე ელის სხეულსაც. რაც საწყის დაემართება, იგივე მოელის ბოლოსაც. მოციქულ პავლეს ამის ცხადა ჩვენება სურდა და ამბობს, რომელმან გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩვენისანი, რათა იყვნენ იგინი თანახად ხორცდა მათ დიდებისა მისისათა. ამგვარად თუ კი ჩვენი სხეული უფლის სხეულის მსგავსი იქნება, ისიც იგივე გზას გაივლის და იგივე ნაირად ამაღლდება ღრუბლებზე. აღდგომის ჟამს შენს იგივე მოელოდე. სიტყვა სასუფევლის შესახებ მაშინ მისი მსმენელისათვის გაუგებარი იყო. ამიტომ მთაზე ასულმა მათ წინაშე ფერი იცვალა, რათა მათთვის მომავალი დიდება გაეცხადებინა და ერთგვარად თითო სარკეში და ბუნდოვნად ეჩვენებინა ჩვენი სხეული როგორი იქნება. მაგრამ მაშინ მათ გაბრწყინვებული სხეული სამოსელში იხილეს. აღდგომისას კი ასე აღარ იქნება. მაშინ ჩვენ სხეულს არც სამოსი დასჭირდება, არც საფარველი, არც სახლი და არც სხვა რამ ამის მსგავსი.
თუ კი ადამ შეწოდებამდე თავისი სიშიშვლის არ ცხენოდა, იმიტომ რომ დიდებით იყო შემოსილი, მით უმეტეს უმაღლეს და უმჯობეს მდგომარეობაში გადასულ ჩვენ სხეულებს არაფერი ამისი მსგავსი აღარ დასჭირდება. თვითონ უფალმაც აღდგომის შემდეგ თავისი სამოსი სამარხში და აკლდამაში დატოვა. მისი სხეული მის გარეში აღდგა და გამოუთქმელი დიდებითა და ნეტარებით იყო გარემოცული. საყვარელნო გულისხმა ჰყავთ, რა სიტყვით და საქმეებით განისწავლეთ. ამიერიდან იმგვარად იცხოვრეთ, რომ ღრუბლით აღმატებული მუდამ უფალთან ვიყოთ. მისი მადლით ვიცხოვროთ, მარადიულ სიკეთეთ დავტკბეთ, რათა ყოველ ჩვენგანს მოგვემადლოს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. რაიცა ყოველი ჩვენგანს მოემადლოს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსაც ჩვენის დიდება, ხელმწიფება, პატივი და თაყვანისება თანა მამი და სული წმინდით მისით ურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აი ესეთი მშვენიერი სიტყვა მოგვართვა იოანე ოქროპირმა უფლის ცნებებისა და მისაგებელის შესახებ. ორივე ცხადად არის. უფლის ცნებებიც ვიცით და მისაგებელიც. და ამის ყველაფრის მაგალითი თვითონ გვიჩვენა. რამ ცნებელს მოგცა თვითონ შეასრულა და მისაგებელი, რომელიც რწმენის სფეროა და რწმენით გწამს, ესე იქნება, თვალითაც გვაჩვენა. გითხრა რო აღდგები, თვითონ აღდგა. გითხრა რო ამაღლდები ღრუბლებზე ზემოთ, თვითონ ამაღლდა. გითხრა რო გაბწყინდები მზეზე მეტად, თვითონ გაბწყინდა. ყველაფერი გვაჩვენა. ეხლა ჩვენ ისღა გვაკლია მის მიმდევრებს, ვისაც ქრისტიანები ქვია, ესე ვიცხოვროთ. ზეცად ამაღლდეს ჩვენი გონება და ისე ვიცხოვროთ თითქოს ვართ ზეცაში. ეს სიტყვა ეხლა დღეს რატო წაგიკითხეთ? სახარება, რომელიც ავიკითხეთ, იქ იყო ასეთი ნათქვამი, რამე ითქვა, რომ იოსებს უთხრა უფალმა ანგელოზმა, რომ წასულიყო ისრაელიდან. ღმერთი მწირობდა მიწაზე. ეგვიპტეში გაიქცა. სანამ ანგელოზმა არ უთხრა, არ ჩამოვიდა ისრაელში. ისიც ისეთ ადგილას დამკვდა, რომელიც მიყრუებული იყო, არავის იყოფნა არ უნდა ხალხ ნაზარეთში. ამითი გაჩვენა, რომ მიწაზე ყველაფერი არის წარმოუღებელი. და შენ მიწისთვის არაფერს არ უნდა ეძიებდე, თუ ხარ ქრისტიანი. ჩვენ კიდე პირიქით ვართ. ამას დღეს იმიტომ ვკითხულობ, რომ ადამიანები მარტო მიწაზე ყოფისთვის ზრუნავენ. განა ისინი ვინც ურწმუნოები არიან, ვისაც ღმერთი წამთ, ვის ტაძარში დავდივართ, ისინიც მიწასა ვართ მიჯაჭულები. არც ერთ ზემო თავის სახელო არ გვინდა. შობა რომ მოვიდა, ის კი არ გვიხარია, რომ მაცხოვარი იშვა, ეხლა გახსნინდაო. და ასე შემდეგ. ამიტომ დავფიქრეთ. უფლის ცნებების თვალწინა, მისაგებელის თვალწინა, ჯილდოები გამზადებულია. და ჯილდოები ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საქმე. ნახეთ რა კარგად ითქვა, აქა ორად არის გაყოფილი. ორი საუკუნეა. რომელსაც ხედავთ და რომელსაც ვერ ხედავთ. აქაური არის ხანმოკლე, იქაური არის მარადეული. აქ არის ასპარეზი, იქ არის ჯილდო. და ღმერთმა ინებოსო ეს ასპარეზი პატიოსად გავატაროთ, რომ მერე ზეციური ჯილდოები უფლისგან მივიღოთ. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.